ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია სხდომა დავიწყოთ. ერთი საკითხი გვაქვს დღის წესრიგით განსახილველი. გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განვიხილავთ პარლამენტის წევრების გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ლობოლაშვილის, მარიამ ლაშხისა და შოთა ბერიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენა საქართველოს კანონის პროექტ საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ძალიან მარტივი კანონპროექტია. მომხსენებელია ბატონი შოთა ბერიკაშვილი, გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო. გამარტივებული წესით ერთი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონპროექტს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს duty free, რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში 2028 წლის 1 იანვარამდე გაუგრძელდება შესაძლებლობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასეთი პუნქტების საქმიანობის ვადა 2026 წლის 1 იანვარს იწურება. აღნიშნული პუნქტები ფუნქციონირებდა თბილისსა და ბათუმში, თუმცა დღეის მდგომარეობით მოქმედია მხოლოდ თბილისის პუნქტი. შესაბამისად, იმისთვის რომ მას შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის რეალიზაციას განხორციელებაზე, უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლებზე, ასევე მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული საქმიანობის 2 წლით გახანგრძლივება. ეს გახლავთ აღნიშნული ცვლილება და გთხოვთ მხარდაჭერას. კითხვები ხომ არის? თუ არ არის კითხვები, დაბრძანეთ ბატონო შოთა. დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია და სხდომა გადაეგზავნება პლენარულ სხდომას. დიდი მადლობა.